ფებას შევხვედრი ვართ ერთმანეთს ბევრჯერ მაგალითად ბატონ მურთაზოდელავა პატა ბუჭულაძესთან ბევრ ადამიანთან რომლებიც არიან ახლა ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერები აი ამ აქციის გარდა იმისა რაზეც საუბარი არის მათი მხრიდან ღიად ხო სიმართლე გითხრათ რაიმე ახლა აი კულუარული განსაკუთრებული ინფორმაცია მოსმენილი არ მაქვს არ ვიცი შეიძლება მათ აქვს თავიანთი გეგმა რომელსაც არ ამხელენ მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ისევე როგორც არა ჩვენ მივყვებით იმ გეგმას რომელიც ფორმები რა ფორმებიც მათ აქვთ ჩაფიქრებული 4 ოქტომბრის თურმე მიუღებელი არის ეხლა არ მჯერა რომ მიუღებელი რამე იქნება მაგრამ თუ რამე მიუღებელი არის ცხადი ადამიანი ამაში არ მიიღებს მონაწილეობას რასაც ჩავთვლით მიუღებლად ჩვენი მორალური კრიტერიუმებიდან გამომდინარე მაგრამ თქვენ სიტყვა გეგმა ახსენეთ ეს გეგმა დაიწყო 28 ნოემბერს, როდესაც ქართულმა ხალხმა თქვა, რომ არ შეეგუება საქართველოს გარუსებას, არ შეეგუება საქართველოს რაღაც პროირანულ ვექტორს, არ შეეგუება იმ ადგილას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოფნას, სადაც ყვირიან სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი დასავლეთს. აი ეს არის ჩვენი გზა და ამიტომ არის რომ ყოველდღიურად იმართება ეს პროტესტი რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არის დიდი აქციებიც ეს პროტესტი ვერ შეწყვიტა ემა ამის თქმა მინდა ვერ შეწყვიტა ეს პროტესტი ვერც წვიმამ ვერც წყალმა ვერც დარბევამ ვერც მომწავლავმა გაზადმა და რაც ყველაზე მთავარი გამომცდელია დრომ ვერ შეწყვიტა ეს გასაგებია მაგრამ თვითონ აი პოლიტიკოსებს დავესესხები მე რომ ვიღაცამ არ დამწამოს ცილი რომ რაღაცნაირად აი ამ პროტესტის მნიშვნელობას ვაკნინებ თვითონ პოლიტიკური ლიდერები ოპოზიციიდანაც ამბობენ რომ სამწუხაროდ მუხტი საპროტესტო მუხტი განელდა რიცხობრივად შემცირდნენ ადამიანები რომლებიც ყოველდღე აქციაზე გამოდიან და მონაწილეობენ ამის შეფასებას არ ვთქვით უბრალოდ როდესაც საუბრობთ აი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ისე რომ მთელს პასუხისმგებლობას იმაზე თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 4 ოქტომბერს აკისრებთ ამ აქციის ორგანიზატორებს აი ლევანსაც ვკითხე და თქვენც გეკითხებით არ ფიქრობთ რომ თუ დაუშვათ არ გამართლდა ის მოლოდინები, რაც დასახეს ლევან ხაბეიშვილმა, მურთაზ ზოდელავამ, პატა ბურჭულაძემ და სხვებმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ამან შესაძლებელია ძალიან ნეგატიური გავლენა იქონიოს პროტესტის აქტიურ და პროტესტის პასიურ მონაწილეებსაც. ქართული ხალხის პროტესტს უდევს გაცილებით დიდი საფუძველი, ვიდრე არის ერთი კონკრეტული მიტინგი, ერთი კონკრეტული თარიღი. აი ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. მე არ მჯერა იმ პოლიტიკოსების, რომელთა თავის მხრივ არ ჯერათ ხალხის. აი თქვენ ბრძანეთ, რომ განელდა პროტესტი, ეს არის საუბარი, როდესაც აღარ ჯერათ ადამიანების, აღარ ჯერათ იმ 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის, აი მართლა ჰეროიკული ბრძოლის და წინააღმდეგობის. ვისაც არ ჯერა ეს მათი ნებარი, მე ნანახი მაქვს. ბატონო გზა უკაცრავად უნდა შეგაწყვეტინოთ, მაგრამ გექნებათ აუცილებლად წაკითხული, რომ თვითონ საპატიმროში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ პროტესტი იქნებოდა მრავალრიცხოვანი, მათ შორის მათზე გამოტანილი საბოლოო განაჩენების დროს. ანუ მათაც აქვს პრეტენზია. დიდი მადლობა. გავიგე, ასეთი არის პროტესტის ბუნება. ახლა კი არა, მხოლოდ საქართველოში. ყველგან და ყველა ქვეყანაში. თქვენ იცით, მაგალითად, პოლონეთის უდიდესი პროტესტი, გდანსკის პროტესტი, რომელსაც შემდგომში პრეზიდენტი ლეხ ვალენსა სახელმძღვანელობდა და უბწყინვალესი წიგნი აქვს მას დაწერილი, აი ამ პროტესტს აღწერს სწორედ, რომ იქნებოდა დიდი აფეთქებები, შემდეგ თითქოს უკუნი ჩამოწვებოდა რამდენიმე ხნით. შემდეგ ისევ დიდი გამოსვლები იქნება, საბოლოოდ ვერ შეაჩერეს, ვერც ერთი ხალხი ვერ შეაჩერეს, ვინც იბრძოდა საკუთარი თავისუფლებისათვის. ანუ ბუნებრივია რომ შეიძლება რა თქმა უნდა, მეც და თქვენც არცხვებსაც გვინდოდეთ რომ ყოველ დღე 100,000 კაცი იყოს, საქართველოს ყველა მოქალაქემ თქვას რომ სხვა ყველა საქმეს გადავდებ და მე უნდა გამოვიდე ახლა აქ. ხო, აი ასეთი კულმინაცია აუცილებლად მოხდება, ოღონდ ჩემი რწმენი, ჩემი მოსაზრებით ეს კულმინაცია მოხდება მაშინ, როდესაც თავარ საკითხს მიადგება, მთავარ რუბიკონს მიადგება ქართული საზოგადოება.
ეს არის ევროპის კარის დაკეტვა, რაც ქართულმა ოცნებამ მოგვიტანა. აი ეს არის ნამდვილი წითელი ხაზი, ნამდვილი რუბიკონი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამას შეიძლება მოყვეს იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა, რომელიც მოიტანს ხელისუფლების ცნობილი გამონათქომა, ქარიშხალს განრიგს ვერ დაუწესებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რა თქმა უნდა ეს გამოსვლები იყოს დიდი, მასშტაბური, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხალხის გამოსვლა მოხდება მაშინ, როცა თავარი საკითხი დადგება დღის წესრიგში. ეს უბრალო ამბავი არ არის. ზოგს უნდა ისე წარმოაჩინოს, რომ იცით რა, ვიზას თუ არ ვიღებდით, ადრეც ხო არ ვიღებდით, მივალთ ახლა და ავიღებთ საელჩოებში და რიგებში ჩავდგებით და აი ასე უნდათ, რომ რაღაც თითქოს და ტექნიკურ საკითხამდე ბოდიში და ჩამოალაბორანტონ აი ეს უმძიმესი პრობლემა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე და ქართული ერის წინაშე დგას. ეს არიან უვიცი, უგუნური ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ თვით ვახტანგ გორგასლის ანდერჩი არ დაუტევოთ ევროპის გზა.